ეთერშია კურიერის ამ საათზე ბათუმის შერატონის სტუდიაში მე ირაკლი მაისურაძე ვმუშაობ. მსოფლიო დღეს მეზღვაურების საერთაშორისო დღეს ზეიმობს წელს ეს დღესასწაული საქართველოშიც პირველად აღინიშნება. ცნობილია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველოს როგორც სანაოსნო ქვეყანა უკვე აღიარა. ფაქტი ოფიციალური წერილითაა დადასტურებული. საზეიმო ღონისძიებები ბათუმში გასტანს. ბათუმში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტიც მიხეილ სააკაშვილმა ნავსადგურში გამართულ ღონისძიებაზე მეზღვაურებს სიტყვით მიმართ არის, შემდეგაც უფროსი თაობის მეზღვაურები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. დღეს არის საერთაშორისო დღე მეზღვაურების იცით და ჩვენ არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბათუმის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი, აქაური ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მამოძრავებელი, აქაური ოჯახების ყველაზე მთავარი მარჩენლები. ახლაც და ბოლო აწეულების განმავლობაში ყოველთვის იყვნენ ჩვენი თანამემამულეები, რომელიც სხვადასხვა დროშის ქვეშ დაცურავდნენ მსოფლიო ოკეანეში. ახლა რამდენიმე ათასი ქართველი სხვადასხვა ქვეყნის გემებზე მისდევს მეზღვაურის ძალიან რთულ პროფესიას. მრავალი თქვენგანი ეუფლება ამ პროფესიას აქ ბათუმში და თქვენც ოცნებობთ და თქვენს გაგეგმები, რომ სოფლიო მოიაროთ, სოფლიო ნახოთ და თქვენი შრომით ხელი შეუწყოთ თქვენს ოჯახებს, თქვენს ქალაქს, თქვენს ქვეყანას. ჯერ კიდევ 70-იან, 60-იან წლებში, 80-იან წლებში მეზღვაურები იყო ის ხალხი, ვინც ნახა მსოფლიო. და ამიტომ თუ კი რა თქმა უნდა აფხაზეთი სამწუხაროდ ოკუპირებული იქნა არაფორმალურად და შემდეგ უკვე ფორმალურად, მაგრამ საქართველოს არაოკუპირებული ნაწილის სწრაფი განვითარება მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა ფეოდალური რეჟიმის დამხობის შემდეგ სწორედ განპირობებული იყო იმით, რომ აქ იყო ძალიან ბევრი ადამიანი ადგილობრივ საზოგადოებაში, რომელსაც ჰქონდა ნანახი, როგორ ფუნქციონირებს თავისუფალი ეკონომიკა. ჰქონდა ნანახი, რას ნიშნავს თავისუფლების პირობებში შრომით და ეკონომიკური საქმიანობა. ჯერ კიდევ 70-იან წლებში მეზღვაურებს ურიგებდნენ ბონებს და ამ ბონებით რაღაცა პარალელური ეკონომიკა შექმნეს და დღესაც ძალიან ბევრი მაგალითად ბინები, რომელიც ბათუმში იყიდება, ესე იგი მშენებლობა ვითარდება, პატარ-პატარა მაღაზიები, რომელიც იხსნება, ეს არის ის მეზღვაურები, რომელიც თავის არც თუ ისე დიდარი შემოსავლის ერთ ნაწილს ახმარენ საკუთარ ოჯახებს და საკუთარ ქალაქს. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ძალიან სარისკო პროფესია ასევე. განსაკუთრებით ბოლო მოვლენება ეს კარგად გვაჩვენა. და რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობთ. ამიტომ როგორც არასდროს საჭირო რომ თქვენ იყოთ კარგად მომზადებულები, ამიტომ ყოველგვარი ის კორუფციული გარიგებები, რომელიც თუ იყო წარსულში ან არაეფექტური გამოყენება სექტორის ჩაბარდა წარსულს. ახლა ჩვენ მკაცრად მოვკიდეთ ხელის სტანდარტებს. ძალიან მკაცრად ვაკონტროლებთ, რომ შევესაბამებოდეთ ყველა საერთაშორისო პროცედურას. დავიცოთ ყველა საერთაშორისო ნორმა იმისათვის, რომ არასდროს არავინ ეჭქვეს არ დააყენოს თქვენი კვალიფიკაცია, თქვენი დიპლომი, თქვენი სერტიფიკატი, თქვენი ქვეყნის თანამოქალაქეების უფლება ამ პროფესიაში იყოს და ამ პროფესიაში მიაღწიოს წარმატებას. ეს არის რომანტიული პროფესია და ერთდროულად ძალიან საჭირო. ეს არის გაბედული ადამიანების პროფესია, რომელზეც უკვე ბევრი ბავშვი ოცნებას რომ გამოვიდეს და ამავე დროს ეს არის ძალიან განვითარებული, ძალიან ინტელექტუალური, ძალიან საინტერესო გამოცდილების მქონე ადამიანების პროფესია და გამოცდილება. სულ საზეიმო ღონისძიებაში ბათუმში საზღვაო აკადემიის 500-მდე კურსანტი მონაწილეობდა. მათ პორტში საზეიმო მარში ჩაიარეს. დღის ბოლოს კი კონცერტი და გრანდიოზული ფეიერვერკია დაგეგმილი. დღის განმავლობაში საზეიმო ღონისძიებებზე დავით კაკულია საუბრობს პირდაპირ ეთერში. დავით, გისმენთ.
საზეიმო ღონისძიებები ბათუმის სპორტში დილის 10 საათიდან დაიწყო, სადაც დილიდან იყვნენ შეკრებილები საზღვაო აკადემიის კურსანტები, აგრეთვე ის მეზღვაურები, რომლებიც თითქმის 15 და 10 წლის განმავლობაში დაცურავენ ზღვებში, აგრეთვე იყვნენ საზღვაო აკადემიის ლექტორები, წარმოქმნილი ის თაობა, რომელიც დღეს ზრდის მომავალ ქართველ მეზღვაურებს. ჩვენ დღეს გავესაუბრეთ იმ ადამიანებსაც, ვისაც პრეზიდენტმა გადასცა ღირსების ორდენები, ეს არის 6 ქართველი მეზღვაური, რომლებიც დაჯილდოვდნენ იმიტომ, რომ მათ ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვით ქართული ნაოსნობის განვითარებაში. ფიქრობ დღეიდან, როდესაც პრეზიდენტი გამოვიდა სიტყვით და დაგვეიმედა, რომ ზღვას მოვხედავთ მომავალში. იმიტომ რომ ზღვა საერთოდ ჩვენთვის დიდს უნდა ნიშნავდეს საქართველოსთვის. ზღვაზე გასასვლელი გვაქვს, ღმერთმა მოგცა გასასვლელი ზღვაზე, ამიტომ ზღვის რესურსი უნდა გამოიყენოთ ასე. ჩემთვის დიდი გახარება არის ამ ხელოვან რომ ლაპარაკობ, იმიტომ რომ პრეზიდენტიდან ესე იგი ამ ჯილდოს მიღება ჩემთვის არის დიდი სახელოვანი საქმე. დიდი სიხარული არის. ჩვენ ვალდებული ვართ ყოველ წელს მოღრმავდეთ მეზღვაურებმა და ასეთი პატარა ალხები ჩავატაროთ. ძალიან გიხარია ყველას მოგვულოცავთ მეზღვაურებს ამ წინავეტ სასწაულს და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ აღინიშნა და ყველას მიულოცავ ყველა მეზღვაურს ამ კარგი სასწაულს. ასევე იმედი გვაქვს რომ წარმატებული და ღირსეული მეზღვაურები გამოვართ ჩვენ მომავალში. იმედი გვაქვს რომ განვითარდება ეს მეზღვაურების საქმე და უფრო საქართველოს პროცესები ეყოლება და ჩვენ უფრო მომავალი თაობა უფრო დასაქმებული იქნება. მიულოცავ პირველ რიგში ყველა მეზღვაურს, ნამდვილად მნიშვნელოვანი დღესასწაული იყო. და მინდა მადლობა მოუხადო აქ მოსულ საზოგადოებას, რა თქმა უნდა, გვერდში დაგვიდგა. საზღვაო დღესასწაული იშვიათი დღესასწაულია და ჩვენ ყველა ნახევრად მეზღვაურები ვართ. ან მეზღვაურები ვართ სრულიად, ყველა ოჯახში არიან ადამიანები, რომლებიც ზღვით არიან დაკავებული, ან ნავსადგურთან არიან კავშირში. საერთაშორისო მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს მთელი ბათუმი აღნიშნავდა, საზედ აფრინავდა თვითმფრინავი, წარწერით მადლობა მეზღვაურებს, აგრეთვე დაურიგდა მოსახლეობას მაისურები, იმ მოსახლეობას, რომლებიც მოსულები იყვნენ ბათუმის სპორტში, რათა მოელოცათ თავიანთი თანამოქალაქეებისთვის ეს ღირსშესანიშნავი დღე. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დღის ბოლოს კიდევ გაგრძელდება საზეიმო ღონისძიებები, უკვე საღამოს 7 საათზე, სწორედ აი ამ ადგილას ბათუმის ახალ ბულვარში გაიმართება ნიაზ დიასამიძის 1 საათიანი კონცერტი, სადაც სპეციალურად ქართველი მეზღვაურებისთვის დაწერილი ჰიმნი შესრულდება. პირველად სწორედ აი ამით დასრულდება დღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა ბათუმში.